ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად 1948 წელს გამოცხადა, მაგრამ რეალურად ქვეყანა მაშინვე ომში აღმოჩნდა. მეზობელი სახელმწიფოები ახალ ქვეყანას არსებობის უფლებას არ აძლევდნენ. ისრაელს არ ყავდა ძლიერი არმია, არ ჰქონდა რესურსები და რაც მთავარია, არ ფლობდა ინფორმაციას. არავინ იცოდა, საიდან მოვიდოდა შემდეგი დარტყმა. პირველ წლებში დაზვერვა ქაოტურად მუშაობდა. არსებობდა რამდენიმე პატარა სამსახური, რომლებიც ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ. ზოგჯერ ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფი დამოუკიდებლად აგროვებდა. ეს არ იყო ეფექტური და ხშირად სახიფათოც იყო. 1951 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ერთიანი, ცენტრალიზებული დაზვერვის სამსახური, რომელიც იმუშავებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასე გაჩნდა მოსადი, სახელიც პირდაპირ ამბობდა მის ფუნქციას, ინსტიტუტი დაზვერვისა და სპეციალური ამოცანებისათვის. პირველი წლები მძიმე იყო, მოსადს არ ჰქონდა გამოცდილება, არ ჰქონდა ფული და რაც მთავარია, არ ჰქონდა საერთაშორისო კავშირები. აგენტების ნაწილი უბრალოდ ენთუზიასტები იყვნენ, ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ რისკზე წასულიყვნენ, მაგრამ ხშირად არ ჰქონდათ პროფესიული მომზადება. შეცდომები ხშირი იყო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო არაბული ქვეყნების გეგმების გაგება. ისრაელს სჭირდებოდა ცოდნა, ვინ ემზადებოდა ომისთვის, ვინ ყიდულობდა იარაღს, ვინ ვისთან თანამშრომლობდა. ამ ინფორმაციის გარეშე ქვეყანა ბრმად მოქმედებდა. მალე მოსადმა გააცნობიერა, რომ სამხედრო ობიექტებზე პირდაპირი შეღწევა ყოველთვის შესაძლებელი არ იყო. ამიტომ ყურადღება ადამიანებზე გადაიტანეს. აგენტები იწყებდნენ მუშაობას იქ, სადაც ეჭვს ნაკლებად იწვევდნენ: კომპანიებში, უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხშირად ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ საკუთარ ლეგენდას. 1950-იან წლებში მსოფლიო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის ჭრდილში ცხოვრობდა. ბევრი ნაცისტი დანაშაულის გარეშე ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ყალბის სახელით. ისრაელში ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. არსებობდა განცდა, რომ ისტორიული სამართლიანობა არ იყო აღდგენილი. ამ კონტექსტში მოსადმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაცია თავის ისტორიაში. 1960 წელს არგენტინაში ცხოვრობდა კაცი სახელად რიკარდო კლემენტე. ის მუშაობდა ქარხანაში, ჰყავდა ოჯახი და ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი იყო ადოლფ აიხმანი, ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ადამიანი, რომელმაც მილიონობით ებრაელის დეპორტაცია დაგეგმა. მოსადის აგენტებმა ჯერ დაადგინეს მისი ვინაობა. ეს მარტივი არ იყო. აიხმანი ფრთხილად ცხოვრობდა, არ იყენებდა ძველ კავშირებს და ერიდებოდა საჯაროობას, მაგრამ ერთი შეცდომა საკმარისი აღმოჩნდა. ინფორმაციის დამტყუებმა ეჭვი გააჩინა და შემდეგ კი დაიწყო ხანგრძლივი დაკვირვება. ერთ საღამოს, როდესაც აიხმანი სამსახურიდან ბრუნდებოდა, მოსადის ჯგუფმა ის ქუჩაში შეაჩერა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. არანაირი სროლა, არანაირი ხმაური. ის უბრალოდ მანქანაში ჩასვეს და გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი აიხმანი უკვე ისრაელში იყო. მსოფლიო შოკში ჩავარდა. პირველად ისტორიაში დაზვერვის სამსახურმა ასე ღია და პირდაპირ გამოიყვანა ნაცისტი დამნაშავე სხვა კონტინენტიდან. ეს იყო მომენტი, როცა მოსადის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო. მაგრამ ამ წარმატებამ ერთი პრობლემა შექმნა. მოსადი გახდა ცნობილი და ცნობილი დაზვერვა ყოველთვის უფრო რთულად მუშაობს. ამის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო სტილის შეცვლა. ოპერაციები გახდა უფრო ჩუმი, ნაკლებად საჯარო. აქცენტი გადავიდა პრევენციაზე. უკეთესი იყო საფრთხის თავიდან აცილება, ვიდრე შემდეგ რეაგირება. 1967 წელს ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაიძაბა. 6 დღიან ომამდე მოსადის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის გადაწყვეტილებებში. ზუსტად იცოდნენ, სად იდგა ავიაცია, როგორ იყო განლაგებული ჯარები და რა დრო იყო ყველაზე ხელსაყრელი მოქმედებისათვის. ომი სწრაფად დასრულდა, მაგრამ მოსადმა კარგად დაინახა, რომ ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდე იყო და სწორედ ამ სიმშვიდის ფონზე დაიწყო მოვლენები, რომლებმაც მოსადის ისტორიაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სისხლიანი ეტაპი გახსნა. 1972 წლის სექტემბერში მიუნხენი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. უსაფრთხოების ომები მინიმალური იყო. გერმანიას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს იყო მშვიდობის ოლიმპიადა, სრულიად განსხვავებული 1936 წლის ნაცისტური თამაშებისაგან. სწორედ ამ მოდუნებულ გარემოში მოახერხა პალესტინურმა დაჯგუფებამ შავი სექტემბრის განხორციელება. ღამით, როცა ყველაფერი მშვიდად ჩანდა, ტერორისტებამ ძევლად აიყვანეს ისრაელის გუნდის წევრები. მოთხოვნები სწრაფად გაჩნდა, მაგრამ მოლაპარაკებები ქაოტურად მიმდინარეობდა. გერმანული მხარე მზად არ იყო მსგავსი სიტუაციისთვის.
საბოლოოდ არასწორად დაგეგმილი სამაშველო ოპერაცია ტრაგედიით დასრულდა. ყველა ისრაელის მოქალაქე მძევალი მოკლეს. როდესაც ეს ამბავი ისრაელში გასკდა, საზოგადოებაში შოკი და ბრაზი ერთმანეთში აირია, მაგრამ სახელმწიფოს რეაქცია ემოციური არ ყოფილა. რამდენიმე დღეში უმაღლეს დონეზე მიიღეს ჩუმი გადაწყვეტილება. მოსადს დაევალა კონკრეტული ამოცანა, მოეძებნა მიუნხენის ოპერაციაში ჩართული ადამიანები და ეტაპობრივად გაენეიტრალებინა ისინი. ასე დაიწყო ოპერაცია, რომელიც მოგვიანებით სახელით ღვთის რისხვა გახდა ცნობილი. ეს არ იყო ერთი მისია, ეს იყო წლების განმავლობაში გაგრძელებული ნადირობა. აგენტები მუშაობდნენ დრომში, პარიზში, ათენში. ზოგი სამიზნე ცხოვრობდა ღიად, ზოგი მუდმივად გადაადგილებაში. მოსადისთვის მთავარი იყო დადასტურება, ადამიანი ნამდვილად იყო დაკავშირებული მიუნხენთან თუ არა. ზოგჯერ ოპერაციები ზუსტად სრულდებოდა, სამიზნე იპოვეს, გადაამოწმეს და ერთ მომენტში ყველაფერი მთავრდებოდა, მაგრამ იყო შემთხვევებიც, როცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ნორვეგიაში, ლილეჰამერში მოსადის აგენტებმა შეცდომით მოკლეს უდანაშაულო ადამიანი. აგენტები დააგავეს, საქმე გახმაურდა და ეს ეპიზოდი ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ამ შეცდომამ მოსადში შიდა წესები გაამკაცრა. დადასტურება გახდა ორმაგი, ზოგჯერ სამაგიც. ოპერაციები უფრო ნელა, მაგრამ უფრო ფრთხილად იგეგმებოდა. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ოპერაციის ძირითადი სამიზნეები ან ლიკვიდირებულები იყვნენ, ან გაქრნენ, მაგრამ ტერორიზმი არ შეჩერებულა. პირიქით, ის უფრო ორგანიზებული გახდა. ჯგუფებმა დაიწყეს ერთმანეთთან კოორდინაცია, დაფინანსება უფრო სტაბილური გახდა, ხოლო იარაღი უფრო თანამედროვე. ამ პერიოდში მოსადმა ყურადღება გადაიტანა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ. ლიბანი გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ ცენტრად, სადაც სხვადასხვა დაჯგუფება თავისუფლად მოქმედებდა. ბეირუთი მაშინ ქალაქი იყო, სადაც დაზვერვის თითქმის ყველა დიდი სამსახური მუშაობდა. ქუჩებში ერთდროულად შეიძლებოდა შეგხვედროდა აგენტი, ტერორისტი და დიპლომატი და ვერ გაგერჩია, ვინ იყო. მოსადი ცდილობდა გაეგო, როგორ მუშაობდა ეს ახალი ქსელები, ვინ იძლეოდა ბრძანებებს, ვინ აფინანსებდა და ვინ იყო მხოლოდ შემსრულებელი. ხშირად ერთი ადამიანი რამდენიმე როლს ერთდროულად ასრულებდა. ეს ართულებდა სამიზნეების არჩევას. ამ წლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ლიბანში მოქმედმა ისრაელელმა აგენტებმა. ზოგი მათგანი ადგილობრივ გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ენა სრულყოფილად იცოდა და სრულიად იყო ინტეგრირებული. მათი მთავარი იარაღი არა სასროლი იყო, არამედ ინფორმაცია. 1982 წელს, როდესაც ისრაელი ლიბანში შევიდა, მოსადის მიერ შეგროვებული მონაცემები პირდაპირ გამოიყენეს სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ ომმა აჩვენა, რომ დაზვერვაც კი ვერ აკონტროლებს ყველა პროცესს. ვითარება სწრაფად იცვლებოდა, ალიანსები ინგრეოდა და ზოგი ინფორმაცია რამდენიმე დღეში ძალას კარგავდა. ამ ომის შემდეგ მოსადმა კიდევ ერთხელ შეცვალა მუშაობის ტაქტიკა. ორგანიზაციამ გააცნობიერა, რომ რეგიონში აღარ არსებობდა მკაფიო ხაზები მეგობარსა და მტერ შორის სიტუაცია მუდმივად ცვალებადი იყო და სწორედ ამ არეულ გარემოში გამოჩნდა ახალი ტიპის საფრთხე, რომელიც მოსადისთვის სრულიად განსხვავებულ თამაშს ნიშნავდა. სახელმწიფო, რომელიც ჩუმად ცდილობდა ბირთვული შესაძლებლობების მიღწევას. 1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის დაზვერვის ყურადღება სულ უფრო მეტად ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე კონცენტრირდა, ერაყზე. სადამ ჰუსეინი ცდილობდა რეგიონში ლიდერის პოზიციის გამყარებას და პარალელურად იწყებდა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. ოფიციალურად საუბარი იყო ენერგიაზე და სამეცნიერო კვლევებზე, მაგრამ მოსადში კარგად ესმოდათ, რომ ასეთი პროექტები იშვიათად მთავრდებოდა მხოლოდ ელექტროსადგურით. პირველი სიგნალები უცხოეთიდან მოვიდა. ევროპაში მოქმედი კომპანიები უცნაურ შეკვეთებს იღებდნენ, კონკრეტული დეტალები, სპეციალური მასალები, რომლებიც ჩვეულებრივ სამოქალაქო პროექტებს არ სჭირდებოდა. მოსადმა დაიწყო ამ შეკვეთების კვალდაკვალ სიარული, ვინ უკვეთავდა, ვის გავლით და საბოლოოდ სად მიდიოდა ეს ტექნიკა. ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ ერაყს რეაქტორის აშენებაში დახმარება შესთავაზა. პროექტს ოსირაკი ერქვა. გარედან ყველაფერი კანონიერად გამოიყურებოდა, მაგრამ მოსადის ანალიტიკოსებისთვის სურათი სულ სხვანაირი იყო. მათთვის მთავარი კითხვა იყო არა ის, რას ამბობდა ერაყი, არამედ თუ რას შეძლებდა, როცა რეაქტორი ამუშავდებოდა. მოსადმა ჯერ კიდევ მშენებლობის ადრეულ ეტაპზე დაიწყო მოქმედება. ევროპაში მცხოვრები ერაყელი მეცნიერები დაკვირვების ქვეშ მოექცნენ. ზოგთან კონტაქტი დამყარდა, ზოგს უბრალოდ აკვირდებოდნენ. მიზანი იყო ერთი, დაედგინათ რამდენად შორს იყო პროგრამა და რა დრო რჩებოდა. ერთ ეტაპზე მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ დრო იწურებოდა. თუ რეაქტორი სრულად ამუშავდებოდა, მისი განადგურება უკვე გაცილებით რთული და საშიში იქნებოდა. ამ ეტაპზე მოსადმა ინფორმაცია
გადასცა სამხედრო ხელმძღვანელობას. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე მიიღეს, მაგრამ საფუძველი დაზორვა მოამზადა. 1991 წლის ივნისში ისრაელის ავიაციამ ერაყის რეაქტორი დაბომბა. ოპერაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. რეაქტორი განადგურდა. საერთაშორისო რეაქცია კი მძაფრი იყო. კრიტიკა, დაგმობა, დიპლომატიური ზეწოლა, მაგრამ მოსადში კარგად იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება თვეების და წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის შედეგი იყო. ამ ეპიზოდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციები თავად მოსადის ხელით არ სრულდება, მაგრამ ის გარეშე საერთოდ ვერ მოხდებოდა. ამის შემდეგ ყურადღება სხვა მიმართულებით გადავიდა. ლიბანში გაძლიერებულ შიიტურ ორგანიზაციაზე, რომელიც მოგვიანებით სახელით ჰეზბოლათი გახდება ცნობილი. თავდაპირველად ეს ჯგუფი მცირე მასშტაბის იყო, მაგრამ ირანის მხარდაჭერამ სწრაფად შეცვალა მისი შესაძლებლობები. მოსადმა დაიწყო ჰეზბოლას სტრუქტურის შესწავლა, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორ მიდიოდა დაფინანსება და როგორ ხდებოდა იარაღის მიწოდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რამდენად დამოუკიდებელი იყო ორგანიზაცია და რამდენად ექვემდებარებოდა ირანის გავლენას. აგენტები მუშაობდნენ ლიბანში, სირიაში და სხვა ქვეყნებშიც. ზოგი ინფორმაციის მოპოვება პირდაპირი კონტაქტით ხდებოდა, ზოგი კი შუამავლების მეშვეობით. ხშირად ერთი პატარა დეტალი საკმარისი იყო უფრო დიდი სურათის შესაქმნელად. ამავე პერიოდში ტერორისტული აქტები სულ უფრო რთული და უფრო სასტიკი ხდებოდა. აფეთქებები, თავდასხმები დიპლომატებზე, უცხოეთში მყოფი ისრაელის მოქალაქების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციები. მოსაც უწევდა რეაგირება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. ზოგი ოპერაცია საჯაროდ არასდროს გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარკვეული თავდასხმები არ განხორციელდა. რატომ? ეს კითხვა უპასუხო დარჩა, მაგრამ შიგნით ეს ითვლებოდა წარმატებად. 1980-იანი წლების ბოლოს მოსადმა კიდევ ერთხელ გაამკაცრა შიდა წესები. ორგანიზაციამ დაინახა, რომ მტრები სწავლობდნენ მის მეთოდებს, რაც ადრე მუშაობდა, აღარ იყო საკმარისი. საჭირო გახდა ახალი მიდგომები, ახალი დაფარვები და ახალი ტექნიკა. და სწორედ ამ ცვლილებების ფონზე მსოფლიო ახალი ეპოქის ხურბლზე იდგა. ცივი ომი სრულდებოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ეს სიმშვიდეს არ ნიშნავდა. პირიქით, ძველი წესრიგის დაშლა ახალ, უფრო გაურკვეველ საფრთხეებს ქმნიდა. ამ ახალ რეალობაში მოსადს წინ სრულიად განსხვავებული გამოწვევა ელოდა. ტერორიზმი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა არც საზღვრებს და არც ძველ ლოგიკას. 1990-იან წლებში ახლო აღმოსავლეთი თითქოს შედარებით დაწყნარდა, მაგრამ ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო. ძველი სახელმწიფოებრივი დაპირისპირებები ნელ-ნელა იცვლებოდა ახლით, არა რეგალური ჯგუფებით, იდეოლოგიური მოძრაობებით და ლიდერებით, რომლებიც არც ფორმას ატარებდნენ და არც პასუხისმგებლობას იღებდნენ სახელმწიფოს სახელით. სწორედ ამ დროს დაიწყო ჰამასის რეალური აღმასვლა. ჰამასი თავიდან ბევრისთვის სოციალური და რელიგიური მოძრაობა იყო. აშენებდნენ სკოლებს, ეხმარებოდნენ ღარიბებს, აძლევდნენ ხალხს იმას, რასაც სახელმწიფო ვერ აძლევდა, მაგრამ პარალელურად იქმნებოდა მეორე ფენა, სამხედრო სტრუქტურა. მოსადმა ეს ადრევე დაინახა. პრობლემა ის იყო, რომ ჰამასი არ მოქმედებდა ისე, როგორც წინა ტერორისტული ორგანიზაციები. არ ყავდა ერთი აშკარა ლიდერი და გადაწყვეტილებები ხშირად ადგილობრივ დონეზე მიიღებოდა. აგენტებისთვის ეს რთული გარემო იყო. ერთი და იგივე ადამიანი დღისით მასწავლებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, ღამით კი იარაღის გადამტანი. ინფორმაციის შეგროვება უფრო ნელა მიდიოდა, რადგან საზღვარი სამოქალაქო და სამხედრო შორის პრაქტიკულად წაშლილი იყო. ამავე პერიოდში მოსადმა დაიწყო მუშაობა ფინანსურ მიმართულებებზე. ტერორისტული თავდასხმების უკან ყოველთვის იდგა ფული. თანხები მოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, საქველმოქმედო ფონდების, ბიზნესების და შუამავლების მეშვეობით. მოსადის ამოცანა იყო ამ ნაკადების გაშიფრვა. ხშირად ერთი საბანკო ტრანზაქცია უფრო მეც ამბობდა, ვიდრე 10 დაკითხვა. 2000 წელს დაიწყო მეორე ინტიფადა. თვითმკვლელი ტერორისტები, აფეთქებები ავტობუსებში, კაფეებში, ქუჩებში. ისრაელის საზოგადოება მუდმივ შიში ცხოვრობდა. მოსადი ამ ეტაპზე უკვე მხოლოდ ინფორმაციის მომპოვებელი აღარ იყო. ის უშუალოდ მონაწილეობდა სამიზნეების იდენტიფიცირებაში და ოპერაციების მომზადებაში. ზოგი ადამიანი დაკვირვების ქვეშ თვეების განმავლობაში იმყოფებოდა. იცოდნენ საცხოვრობდა, ვის ხვდებოდა, რას აკეთებდა ყოველდღიურად. გადაწყვეტილება ლიკვიდაციაზე არასოდეს მიიღებოდა სწრაფად. ხშირად ბოლო მომენტამდე აჩერებდნენ ოპერაციას, თუ გარემო არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ყველა ოპერაცია წარმატებული არ იყო. ზოგჯერ სამიზნე იცვლებოდა გეგმის ბოლო წუთს. ზოგჯერ გვერდით აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომლის დაზიანებაც დაუშვებელი იყო. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია უბრალოდ უქმდებოდა. ეს იწვევდა იმედგაცრუებას, მაგრამ წესები მკაცრი იყო. ამავე წლებში
მოსადი უფრო აქტიურად შევიდა საერთაშორისო თანამშრომლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა საჯაროდ აკრიტიკებდა ისრაელს, ჩუმად ინფორმაციის გაცვლა მაინც ხდებოდა. ტერორიზმი ყველას პრობლემად იქცა და ხშირად ინტერესები იკვეთებოდა იქ, სადაც პოლიტიკა ვერ თანხმდებოდა. 2000-იანი წლების შუაში კიდევ ერთი საფრთხე მკვეთრად გამოიკვეთა: კიბერსივრცე. კომუნიკაცია გადავიდა ინტერნეტში, დაგეგმვა დაშიფრულ არხებზე. მოსადმა დაიწყო სპეციალისტების აყვანა, რომლებიც ადრე დაზორვასთან საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებულნი. პროგრამისტები, მათემატიკოსები, ანალიტიკოსები. ოპერაციების ნაწილი საერთოდ აღარ ითხოვდა საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ პარალელურად კლასიკური მეთოდები არც ადგამქრალა. ადამიანური შეცდომა ისევ რჩებოდა ყველაზე სუსტ წერტილად. ერთი დაუცველი შეხვედრა, ერთი ზედმეტი ზარი, ერთი ნდობით ახსავსე საუბარი და მთელი ქსელი იშლებოდა. 2010 წელს დუბაიში მომხდარმა ოპერაციამ ეს ყველაფერი თვალსაჩინო დაჩვენა. მაჰმუდ ალ-მაჰბუხის მკვლელობა ტექნიკურად ზუსტად იყო შესრულებული, მაგრამ ვიდეოკამერებმა ყველაფერი დააფიქსირა. ოპერაცია შედეგით დასრულდა, მაგრამ მეთოდმა დიდი ხმაური გამოიწვია. მოსადმა დაინახა, რომ სამყარო შეიცვალა. კამერები ყველგან იყო. ამის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო გადასვლა კიდევ უფრო უხილავ მეთოდებზე: ნაკლები გადაადგილება, ნაკლები ფიზიკური კონტაქტი, მეტი დისტანციური გავლენა. ზოგი ოპერაცია საერთოდ არ მოითხოვდა აგენტის ადგილზე ყოფნას და სწორედ ამ ახალ ეტაპზე, როცა მოსადი ცდილობდა ნაკლები კვალი დაეტოვებინა, დღის წესრიგში დაბრუნდა ძველი, მაგრამ გაცილებით უფრო საშიში საკითხი: ირანი. არა როგორც რეგიონული მოთამაშე, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც ბირთვულ ზღვარს უახლოვდებოდა. მოსადისთვის ეს ნიშნავდა თამაშს, სადაც შეცდომის უფლება პრაქტიკულად არ არსებობდა.